გამარჯობათ, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ პოლიტოლოგი გიორგი მდივანი. გამარჯობა გიორგი, მოგესალმებით, რომ გვეწვიე სტუდიაში. სამი კვირა აქვს მიცემული ევროკავშირს, რათა შეასრულონ ტრამპის მოთხოვნები უკრაინის კაპიტულაციასთან დაკავშირებით. ეს განცხადებაა ესეთი ფრთიანი, რომელიც გააკეთა ევროპარლამენტის დეპუტატმა, სხვათა შორის თქვენმა კოლეგამ, პოლიტოლოგმა მიკა აალტოლამ და ყურადსაღებია იმით, რომ დააკვირდნენ მოლაპარაკებებს რიაჩი. ევროპა ვერ მალავს თავის ბრას, ფაქტობრივად ისტერიკაა იქ დაწყებული. ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ორჯერ მოიწვია ეს თავის კოლეგა ლიდერები. მეორე შეხვედრა გუშინ იყო უფრო ხმაურიანი. პრინციპში ისინი ყველა აფიქსირებენ პოზიციას, რომ მათ სურთ განაგრძონ უკრაინის დახმარება. რა თქმა უნდა, გარდა სლოვაკეთისა და უნგრეთისა, ეჭხირებათ მათ ეს მათი პოზიცია, რაც არ მოწონთ, მაგრამ ვერ ხვდებიან თუ ან ხვდებიან, მაგრამ არ უნდათ რომ მიხვდნენ, რომ უბრალოდ ფიზიკურად არ შესწევთ ამის უნარი. მე უბრალოდ შევახსენებ ტელემაყურებელსაც, რომ თუ კი ამ 3 წლის განმავლობაში ამ ომში ინვესტიციის სახით, დახმარების სახით ევროკავშირის მხრიდან იყო დახარჯული, ყურადღება მიაქციეთ 132 მილიარდი დოლარი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დახარჯა 114 მილიარდი. ანუ ეს რამხელა ციფრია, ხო? ტრამპი ამ ფულით გრენლანდიასაც იყიდიდა. ასევე პანამას თავისრუტიანად და კიდე რამდენიმე ახალ ქვეყანას ალბათ შექმნიდა. თქვენი შეფასება როგორი იქნება, გიორგი, იმ პირობებთან დაკავშირებით, რაც ტრამპმა წამოაყენა ევროკავშირის წინაშე? ნუ კიტკელოგმა მისმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროპა ამჟამად შემოიფარგლება მხოლოდ საქმის კურსში ჩაყენებით, ანუ კონსულტაციებით, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ის ვეღარ მიიღებს მონაწილეობას ამ კონფლიქტის დასრულებაში, რაც დღემდე მათში იწვევს ძალიან დიდ ბრას. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს. ევროპის დაცემას და ევროკავშირის კოლაფს ჩემი აზრით სიმბოლურად ძალიან კარგად განასახიერებს მიუნხენის კონფერენციის გულისამაჩუყებელი დასასრული, როდესაც მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე აი ამ ღონისძიების ბოლოს ტირის, იმიტომ რომ ჩვენი დასასრული ახლოვდებაო. ეს ის პიროვნება შევახსენოთ მაყურებელს, რომელიც დიდი სამბით დაცინოდა ტრამპს 2017-18 წელს გაეროს ტრიბუნაზე, როდესაც გამოდიოდა, მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი გლობალიზმის და გლობალიზაციის კრიტიკით. მაშინ ეს იჯდა პატივცემული ეს გერმანელი მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე და დასცინოდა. ეხა საბოლოო ჯამში ატირდა, იმიტომ რომ დაინახა რეალურად ის მოახლოებული დასასრული ამ ყველაფრის, ამ ევროკრატიის, ამ ფარული გავლენებისა, ამ გლობალური deep state-ის აგენტურის შესუსტებისა ევროკავშირის და ევროპის მასშტაბით. და აი ამ გამოსვლაში დასასრულს მან ასევე ზელენსკი არიო ჩვენთვისო დემოკრატიისო და დემოკრატიის ისეთი მაგალითიო და ვითომ ესე იგი ზელენსკის ხანდამჭერი უკრაინაში დემოკრატიაა, ხოლო რუსეთში არ არის დემოკრატია, ავტორიტარიზმი. აი ეს ეხლა რომ გავაგრძელოთ, რა ხდება. რეალურად შედგა მოლაპარაკებების, ეხლა ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ რაღაცა უცებ ძალიან მალე გადაწყდება, ხო, 1 კვირაში, 2 კვირაში. ეს არის ძალიან რთული, კომპლექსური პროცესი, რომელიც მოითხოვს ძალიან დიდ დროს და ძალიან დიდ ძალისხმევას. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას. როდესაც საქმე ეხება შეერთებული შტატების და რუსეთის ორმხრივ მოლაპარაკებას, ხო, ანუ წარმოვიდგინოთ, ფაქტიურად აი ამ ორ ქვეყანაზე ძალიან დიდი წილი მოდის, როგორც სოფლიო თავდაცვისა, ისევე გეოპოლიტიკისა, გეოეკონომიკისა და ასე შემდეგ. და ეს იყო პირველი შემთხვევა ელ-რიადში, საუდის არაბეთში, ბოლო 3 წლის განმავლობაში, როდესაც
პირდაპირ შეხვდნენ რუსეთის და შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები. თან ეს იყო უმაღლესი რანგის პოლიტიკოსები, აქედან თუ იყო რუბიო, იქედან იყო ლავროვი, იქედან თუ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოკლედ პრეზიდენტების გარდა იყო უმაღლესი წარმომადგენლობა, უმაღლესი რანგის წარმომადგენლობა. მოსკოვიც კმაყოფილია, ვინაიდან ამ შეხვედრის დასრულების მერე პუტინმა დაურეკა პრინც ბენ სალმანს და მადლობა გადაუხადა. ეხლა ევროპა არის იმედ გაცრუებული, იმიტომ რომ ევროპამ მიუხედავად იმისა, რომ გაიღო საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯები, გაიღო ასევე სამხედრო ხარჯები, ადამიანური კუთხით ძალიან ბევრი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო და ამით ეს დააწვა შემდგომ ევროკავშირის სახელმწიფოებს საბიუჯეტო ხარჯებად. სიტუაცია აირია ერთი სიტყვით. ევროპა გამოვიდა კლასიკური ლუზერი აი ამ მთელი ამ კონფლიქტისა და იმის გათვალისწინებით რომ კიდე დღეს ეს ლიბერალური ელიტები, გინდა მაკრონი, გინდა შოლცი აქეთ მოუწოდებენ ვითომ უკრაინის მხარდაჭერას და ასე შემდეგ. ანუ აი ესეთი რაღაცა რატო არის ლუზერი ეხა ევროკავშირი და ეს ევროპული აი ეს ლიბერალური ქვეყნები, იმიტომ რომ გაიღეს ამხელა დანახარჯი, ადამიანური, ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და აი ამ ყველაფრის მერე სწორადაც არ თulis არც პუტინი და არც ტრამპი მათ რო დასხდნენ მათთან ერთად მოლაპარაკების მაგიდაზე და შეჯერდნენ რაღაც საერთო მომავალზე. ხო, ანუ არც აღიქვავენ მათ თანასწორად და ეხლა წარმოიდგინეთ ტრამპის და პუტინის გადმოსახედი. ანუ ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ რომ ტრამპი და პუტინი ერთ მაგიდაზე სხედან, რა ვიცი, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, შარლ მიშელთან, მაკრონთან თუ ანუ სხვადასხვა წონითი კატეგორიებია, ხო, როგორც არ უნდა შევხედოთ ჩვენ ამას და ვისაც არ უნდა შარლ მიშელი რადგან ახსენეთ აქვე უბრალოდ რომ მივიწყება საერთოდ არ მიეცეს შარლ მიშელი და აგრეთვე ან ანტონიო კოსტა ან ბორელი ან რა ვიცი მაკრონი ან შოლცი ყოველად უგვანო ხალხი რომლებიც თავიანთ სიტყვაზე აი რუსთაველის აფორიზმის არ იყოს რა სიტყვა და საქმე ერთი მაქვს ჩვეული არ ვარ ცრუკადილსო ხო აი დაახლოებით ასეთი მაპატიეთ ასათიანის ხო ბასიანის ბრძოლიდან ხო აი ეს ხალხი ანუ აი გახსოვთ ხომ რას ამბობდა ხო გახსოვთ რომ რუსეთი აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ბრძოლის ველზე სხვადასხვა წონითი კატეგორიებია და არ არის ესე იგი ტრამპმა რა თქვა ტრამპმა თქვა რომ 3 წელი ქონდათო მოსალაპარაკებლად და ვერ მოილაპარაკეთ მშვიდობის თაობაზეო და აგერ ბორის ჯონსონმა და ბრიტანელებმა ჩაშალეს ხო როგორც გაირკვა და ეხლა რაღა გინდათო და პუტინმა ამას უპასუხა შემდეგნაირად რომ ესო ჩვენი ქვეყნის ორმხრივი მოლაპარაკებებიაო და ევროპელებს რა ესაქმებათ ამერიკა რუსეთის მოლაპარაკებებსეო. ეხლა დგება დღის წესრიგში აი ეს საკითხი. რაც შეეხება უკრაინის ასე თქვა პირობებზე ჯერ ბოლომდე როგორც ჩანს არ შეჯერებულა, იმიტომ რომ ოფიციალური განცხადებები გაკეთდა იმაზე რომ უნდა აღდგეს სრულფასოვანი ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთს და შეერთებულ შტატებს შორის, აქ იგულისხმება პირველ რიგში გეოეკონომიკაზე იყო აქცენტი გაკეთებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, არქტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, იქ არის ნავთობი, იქ არის სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის თანამშრომლობა, ურანი შევახსენოთ, რომ შეერთებული შტატები იღებდა ბოლო პერიოდამდე დიდი რაოდენობის რუსულ ურანს, რასაც ამდიდრება და შემდეგ ეს გამოიყენება აქტიურად ატომურ წარმოებაში, ატომურ ენერგეტიკას და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია თქვენ ახსენეთ გადაცემის დასაწყისში, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვადასხვა ციფრები ჟღერდება ფინანსური დახმარების შესახებ, რაც უკრაინელებს გაუწიეს. 177 მილიარდი იყო პირველად ინფორმაცია 177 მილიარდი დოლარი შემდგომ ზელენსკიმ წაიწუწუნა რომ ამ ფულის ნახევარი არ მოგსულიაო ჩვენო სამწუხაროთო მეგრე გაჟღერდა 140 ნუ ის პრინციპში როგორ იყო იცით რომ იმ ფულის დიდი ნაწილი ამერიკაში რჩებოდა არსად არ მიდიოდა იმიტომ იმ ფულის დიდი ნაწილი ხდებოდა იგივე იმ შეიარაღების ასე ვთქვათ შესყიდვა რასაც შემდგომ აგზავნიდნენ უკრაინაში და ეს ბლინკენმა აღიარა კიდევაც წამოწდენას უფრო გავდა რომ ჩვენ აი ამ დახმარებითო ნაწილობრივ ჩვენი ეკონომიკის დაბუსტვასაც ვახდენთ. მაგრამ ნუ კავი ავიღოთ საერთო საშუალო მაჩვენებელი 150 მილიარდი დოლარი ამერიკული. ამას ჩვენ უნდა დავუმატოთ აუცილებლად ის თანხობრივი ზარალი
რაც ამერიკულმა კომპანიებმა განიცადეს რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური საქციების შედეგად. ამაზე გაამახვილეს ყურადღება სხვათა შორის ელ-რიადში და რუსულმა დელეგაციამ ამის შესახებ განაცხადა აი ამ პირველი დღის შემდეგ, რომ ჩვენ წარუდგინეთ ეს ინფორმაციაო, იქ საუბარი იყო თუ არ ვცდები 300 მილიარდამდე დოლარზე. ანუ 300 მილიარდი დოლარი იზარალეს ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ აი ამ ანტირუსული სანქციებით. ესეც ხო დაკარგული შესაძლებლობებია და ესეც უნდა მივათვალოთ იმ ზარალს და ტრამპი როგორც ბიზნესმენი, როგორც საქმოსანი ადამიანი, ამას ძალიან ყურადღებით უყურებს. ამ ციფრებს ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალყურს და შესაბამისად ეხა კაპიტულაციაში ეხა არ მგონია რომ პირდაპირ ესე კაპიტულაცია მოთხოვონ უკრაინელებს, მაგრამ ამერიკელები მიახვედრებენ და უკვე ახვედრებენ პრინციპში, რომ არანაირი შემდგომი ფინანსური დახმარების და სხვა სახის დახმარების იმედი უკრაინელებს აღარ უნდა გქონდეთ. ეხლა ევროპელებს თავისი გაჭირვებიათ, ევროპელებს დღესდღეობით საკუთარი თავისი უზრუნველყოფა არ შეუძლიათ, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხო? არც შიგნით, არც გარეთ. შიგნით, იმიტომ რომ გადავხედოთ რა ხდება ბრიუსელში, ევროკავშირის ცენტრში, ყოველდღეს როლებია, კრიმინალური ბანდები პირდაპირ ევროპარლამენტიდან რამდენიმე კილომეტრში ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლოდ უპირისპირდებიან, რა ხდება გერმანიაში, კვირა არ გაივლის, რომ სადმე მასობრივი ტერორისტული აქტი არ მოხდეს, თუნდაც სიმბოლური იყო და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რომ მიუნხენის კონფერენციამდე ერთი დღით ადრე მიუნხენში ტერორისტული აქტი, ანუ კონფერენციას ქვია უსაფრთხოების გლობალური კონფერენცია და შენ იმ ქალაქში სადაც ამას აწყობ ერთი დღით ადრე აი ესეც სამარცხვინო და ტრაგიკულ ტერაქტს გიწყობენ გერმანიაში. შენ რა გლობალური უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო, სახში ვერ დაგიყარებია წესრიგი, ხო? ძაღლი შინარ ვარგოდაო და გარე-გარე დარბოდაო, ესეა ამათი საქმე. შესაბამისად, სხვა ქალაქებში ძალიან გავრცელებული, ესე იგი, სქემაა ტერორისტული ქმედებების შემდეგნაირი ეს მიგრანტები ავღანეთიდან, სირიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან სუბუქი ავტომობილით პირდაპირ ისეთ ადგილებში შედიან ხოლმე ხალხში შევარდნა და გადათელვა ამ უკვე მესამე თუ მეოთხე მსგავსი ტერაქტი განხორციელდა. და შესაბამისად, აი ესეც ძალიან საყურადსაღებო რაღაცაა. ეხლა ამათ შიგნით ვერ დაუმყარებია წესრიგი რა და ის რა უსაფრთხოება შეუძლია. აქ შევახსენოთ მაინც ტელემაყურებელს, რომ საერთოდ ამ გლობალური მიგრაცია როდის გააქტიურდა. გლობალური ამას აუნთო ანგელა მერკელმა. ანგელა მერკელმა აუნთო მწვანე შუქი, კი ბატონო, ის იყო პირდაპირ მისი პატარა ბიჭუნა გვახსოვს, ხო, ნაპირზე რო იყო. კი და ისიც გვახსოვს როგორ დადიოდა ეს ამათ თავშესაფრებში და სურათებს როგორ იღებდა. ეს თუ არ ვწდები 2015-16 წლებია, 2016 წელი, როდესაც 1 მილიონი მიგრანტი მიიღო გერმანიამ და ამის მერე წამოვიდა, ნუ ეს მასობრივი, ესე იგი, როგორც ახლო აღმოსავლეთიდან, ასევე აფრიკის კონტინენტიდან. მთელ ევროკავშირში არის მიგრაციული, ასე ვთქვათ, ტოლვილების პუნქტები არის. იქეთ განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ესაზღვრებიან ზღვით აფრიკულ ქვეყნებს. ეს არის ესპანეთი, ეს არის საბერძნეთი, ეს არის იტალია, იქ ძალიან დიდი რაოდენობით შედიან არალეგალურად სხვადასხვა გასაბერი ნავებით და ასე შემდეგ. და აი ამ თავის მახეში გაება რეალურად ევროკავშირი, მაგრამ ეს ხო მარტო ევროკავშირის მიერ არ ხორციელდება, ევროკავშირში ეს იდეა, როგორც სოროსის ფონდმა, ასევე გლობალურმა ძალებმა მაქსიმალურად ის მოახერხეს, რომ თავისი გავლენის აგენტები აი ამ დღის წესრიგს იმის მიუხედავად რომ ეს დღის წესრიგი მათი ქვეყნების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და კონფლიქტში მოდიოდა, მაინც აი ბოლომდე აი ამ დღის წესრიგს ემსახურებოდნენ და აი ხა ანგელა მერკელი, ხო, რომელიც ნუ სერიოზული პოლიტიკოსი იყო, ამხელა ქვეყნის კანცლერი. ბოლოს ამოიღო მაინც ხმა და მერც დაუჭირა მხარი. არა, მერც ეხლა შეხედე არა დავით. ეს უბრალოდ ნუ ქართული აბრევიატურა, ნუ კავშირი. ერთი პარტიაა ეხლა ეგ, იმიტომ რომ ისეც ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია, მაგრამ შეგახსენებ, რომ როგორც როდესაც მერცის ქრისტიან-დემოკრატიულმა ალიანსმა, იქ ხომ მეორე პარტიაც არის, მიიღო მიგრაციული კანონის, მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრების
კანონი ორი მოსმენით პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა ალტერნატივა გერმანიამ და ამის მერე ამან გამოიწვია შოკი. ამის მერე მერკელიც კი განუდგა მერც და ეგ როგორ შეიძლებაო და იმის მაგალითად პირობა დაარღვიეს თავის შეცდომა აღიაროს რომ აი კი რაღაცა შეიძლება ესე მეჩვენებოდა ხო მაგრამ გამოსავალი სხვა არ ქონდა ხალხი საზოგადოება გერმანული თუნდაც მერცის მომხრეები და თუნდაც ალის ვაიდელის მომხრეები პრინციპში ერთ აზრზე არიან ამ საკითხში რომ მიგრაცია არის გასაკონტროლებული. უბრალოდ AfD-ს ესენი აშავებენ, დისკრედიტაციას უწევენ, მაგრამ მაინც ამ პარტიის რეიტინგი დღიდან დღემდე იზრდება. და ნახოთ რამდენს აიღებს, აგერ ეს არჩევნები არის ზე სხვათა შორის 23 თებერვალს და ძალიან დიდი პირველ ადგილზე თუ გავიდა საერთოდ შეიცვლება. ეს იქნება ევროკავშირის პირდაპირ დასასრულის გაფორმების დასაწყისი. კი. მაგრამ მეორეზეც რომ გავიდეს რაც მეორე ისედაც 23-24% რო აიღოს ბევრად უფრო მეტი ძალაუფლება იქნება წარმომადგენლობა იმიტომ რომ იქ არ არის გამორიცხული ისეთი სცენარი როდესაც მერცი ვერ შეკრავს კოალიციას სოცდეკებთან და მწვანეებთან ერთად იმიტომ რომ მწვანეებთან რადიკალური კონფლიქტი აქვს ისეთი არ აღიარებს ნუ როგორ არ აღიარებს მაგრამ ძალიან ხის დაპირისპირებაშია შესული მერცი მწვანეებთან და ნახოთ დავაკვირდეთ ამ მოვლენებს ერთი რამ ცხადია იცვლება გეოპოლიტიკური გლობალური ტრანსფორმაცია ხდება ახალი წესრიგი მყარდება და ჩვენ აი ამ პროცესში ვართ იქნება ამის შემდეგ შეხვედრა ნახოთ რამდენიმე კვირაში თუ თვეში პუტინსა და ტრამპ შორის აუცილებლად შეხვედრა გააკეთა განცხადებები ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ახლა მწველი ინტერესი აქვს რა თქმა უნდა ამ რიადში შეხვედრის შემდეგ იქ პირობითად ითქვა რომ თვის ბოლომდე შეიძლებოდა მომხდარიყო ეს შეხვედრა მაგრამ თვის ბოლომდე არის დარჩენილი 8 დღე იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი საკითხებია კიდე გასავლელი პუტინმა მაშინვე აიღო პაუზა კი მე მომენატრა კიდეცო ტრამპთან შეხვედრაო ადრე ნუ ხო რამდენიმე შეხვედრა ხო ქონდა დიდი სიამოვნებით შევხვდები უпростоრად რომ არ შემეშალოს მაგრამ პუტინმა აიღო პაუზა ზუსტად არ ვიცით როდის მოხდება ეს შეხვედრაო იმიტომ რომ ეხლა ნუ ხა ისე არ გამოვიდეს არ მინდა ნუ კი სპორტსმენია სპორტის ოსტატია რაღაც მაგრამ ძიუდოში და არა ვთქვათ ჭიდაობაში ან კლასიკურ ჭიდაო რომაულ ბერძნულ ჭიდაობაში ძიუდოს ფილოსოფია რა არის რომ გონებრივად მონახოს გასაღების საიდან შემოუაროს თავის სასარგებლო მიზანს როგორ მიაღწიოს და ამიტომ ვახსენე ეს ანუ აიღო პაუზა და დღეს პესკოვმა ისიც კარგი გამჭრიახია იმ გაგებით რომ აღმოსავლეთ ცოდნია ანუ თურქოლოგია ხო ვიცით იქ საელჩოში მუშაობდა დიდი ხანი და თქვა რომ იცით ზუსტად არ ვიცით არა გვაქვს ჯერ შეთანხმება სად შეიძლება გაიმართოს შეხვედრაო როგორც ჩანს საუდის არაბეთი ძალიანაც რომ ესე კი მადლობა კი გადაუხადა იმ ბილ სალმანს მაგრამ არ არის გამორიცხული რომ რადგან ერდოღანმა გამოიჩინა ინიციატივა ვინიცის თურქეთში შევა. ანუ თავში რომ არაუვარდეს ეს მედიატორობა რომელიმე ქვეყანას. ხო, ესეთი მომენტია. თან ერთი დეტალია, აუცილებლად შედგება შეხვედრა სი ძინპინის მონაწილეობითაც. ხო, მათთან ერთად, იმიტომ რომ აუცილებელია და მე რა ვიცი, ევროკავშირმა მადლობა გადაიხადოს ერთ წარმომადგენელს თუ დაასწრებენ იმ შეხვედრაზე. სრული შოკი თუ 9 მაისს იხილავენ ტრამპს და სი ძინპინს მანეჟზე და შემდეგ წითელ მოედანზე კი იქ მავზოლეუმთან ეს ნამდვილად იქნება ხო ეს იქნება რაღაც ვფიქრობ რომ ცივი შხაპი კი არ იქნება ეს იქნება ალბათ რუსული ნავთობისა და აირის შხაპი ეს იქნება სეტყვა ეს იქნება სეტყვა დაახლოებით ასეთი რაღაც ტრამპი ზელენსკიზე იმ დონეზეა გაბრაზებული რომ უნდა მომენტალურად შეეწყვიტა ყოველგვარი სამხედრო დახმარება. პორტალი აქსიოსი წერს. სულ ცინცხალი ამბავია. ანუ თეთრ სახლში უკვე ანონიმურმა წყარომ და თეთრ სახლში რამდენია ახლა პრეზიდენტის უშუალო გარემოცვა იქ, ხო? კი. პირდაპირ ვრცელდება უკვე ინფორმაცია, რომ ჩვენ ანუ უпростоრად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზელენსკის სახით გაზარდა მონსტრიო. ვინმე წარმოიდგენდა რამდენიმე თვის წინ ასეთი რამე რომ თქმულიყო თეთრი სახლიდან? ხო ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ უფრო მეც გეტყვით. სანამ რუსეთის შეჭრა მოხდებოდა უკრაინაში, ყველას ჰქონდა საქართველოში ბინდი გადაკრული უკლებლივ. კი ბატონო. უკლებლივ.
ყველა ბოდავდა დაწყებული პოლიტოლოგებიდან, პოლიტიკოსებით გაგრძელებული და დამთავრებული, ავიცი, ჟურნალისტებით და მოექსპერტო ელემენტებით და ნუ მოკლედ ყველა ხელმოცარულებით წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რომ რას ლაპარაკობთ, რუსეთი უკრაინაში შევა, გამორიცხულიაო. სპეციალურად ვინახავ ჩემს ერთ-ერთ გადაცემაში ნათქვამს, რომ რუსეთი აუცილებლად შევა უკრაინაში და მივა კიევამდე. Ну, პრინციპში კი მივიდა კიევამდე. უბრალოდ მე იქ მანევრი ქონდა და ხო გამოიყვანა ეს ნაწილები, ისიც ნუ როგორც თავად ხსნიან, ამას ქონდა მიზანი, იმიტომ რომ ისევ და ისევ ევროკავშირის ლიდერებმა გთხოვესო, რომ იქნებ დაწიოთ უკან, რომ და უკვე მოლაპარაკებებამდე მივიდეთო. მივიდნენ მოლაპარაკებამდე, მაგრამ ანგლოსაქსებმა ის დაახევინეს ის ფურცელი, რაზეც თავად ხელი მოაწერეს. ანუ ეს ხალხი ახლა ვინც არის კიევის ხელისუფლებაში ხუნტასაც ვერ უწოდებ, იცით? ანუ ხროვაა უფრო. ხუნტა მესმის აი შავი პოლკოვნიკების რაღაც საბერძნეთში. თქვათ, აი პინოჩეტი მაგალითად, ხო, ალიენდერო და რაღაც ასეთი ხალხი. მაგრამ ან პოლპოტი. და ესენი უკვე არიან, აი როგორ გითხრათ, პირდაპირ თავებით რო თავკომბალები ასკდებიან, აი როდესაც წყალს დაკარგავენ. დაახლოებით ამ მდგომარეობაში არის. ძალიან კარგად დაახასიათა არესტოვიჩი ხო ჩვენი სიტყვები არ არის რჩეველი იყო სამხედრო საკითხებში ზელენსკის ფაქტიურად მეორე მესამე პირი თავის დროზე ომის დასაწყისის შემდეგ და 1 წლის განმავლობაში და ესეთი რამდენიმე დღის წინ ესეთი ფორმულირება გააკეთა ზელენსკის ქმედებებისა ზელენსკისო ტყვეობაში ყავს აყვანილი მთელი უკრაინის მოსახლეობაო დატყვევებული ყავსო და აი ამით ვაჭრობს და манипуლირებს. ამაზე მძიმე რა 20%-ია. ხო, ეხლა ეს და ბანი ვინ მისცა ევროპამ? არა, რას ლაპარაკობთ 57%-ია. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ტონის ესე იგი სიხისტე როგორ გაიზარდა ტრამპი როდესაც პირველად გამოვიდა და პრინციპში მიუჩინა ადგილი ზელენსკის რომ ზედმეტი მოლოდინი არ ქონოდა ამის მერე რაც ტრამპმა თქვა რომ 4% ეგ რეიტინგიო და ასე შემდეგ ამის მერე გამოდის ზელენსკი და ამბობს რომ ტრამპიო ანუ ტრამპს ფაქტიურად არ იცნობს არც რეალობას არ უყურებს და აცდენილია ზელენსკი იმის მაგივრად რომ არ შეკამათებოდა და ეს კონფლიქტი აერიდებინა აქეთ დაუწყო რომ მე მგონი რა თავის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს და манипуляციებს ისა დეზინფორმაციულ სამყაროში ცხოვრობს ანუ ფაქტიურად შეურაცხყოფა მიაყენა ეხა ტრამპს და ტრამპი ეხა ამას რო არ გაატარებდა და არ მოითმენდა მე ჯეი დი ვენსმას თქვა რომ ძალიან გააბრაზაო ეხა რა ხდება ის ვითომ 57%-იანი რეიტინგი არა მხარდაჭერის რეიტინგი რაც არ მჯერა მე პირადად რომ ეს სიმართლეა ეხა ნახეთ რა ხდება ტრამპის განცხადებიდან ზუსტად 2 თუ 3 საათში კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტი აქვეყნებს ეგრეთ წოდებულ ყალებში კვლევას რომლის თანახმადაც ზელენსკის მხარდაჭერის რეიტინგი თურმე 57%-ის ფარგლებში ეს ხდება რამდენიმე საათში. ეხლა ილონ მასკმა ხო ფაქტობრივად ტრამპის თანაშემწემ და ეგრეთ წოდებული დოჯის ხელმძღვანელმა რომელიც ამ სახელმწიფო უწყებების ეფექტურობას და ხარჯთაღრიცხვას ამოწმებს რამდენიმე საათის წინ დადო აი ამ კიევის სოციოლოგიის ინსტიტუტის ასე ვთქვათ სკრინშოტი თუ ვინ აფინანსებს მათ შორის არის სოფლიო ბანკი, USAID და ასე შემდეგ. აი ყველაფერი შეგვიძლია აგერ ვანახოთ. ესე იგი, ეს არის პირდაპირ ეს ინსტიტუტი უკვე ცხადია, ხო? რა დღის წესრიგს ემსახურება და ისიც აიჭუა, რომ 2-3 საათში დაიდო ეს ინფორმაცია. რომ 57%. ამის მერე უკვე ტრამპმა აიღო და დღის ბოლოს გააკეთა ჩვენთან დღის ბოლოს თორე იქ არ იყო დღის ბოლო პირდაპირ უწოდა ესე იგი დიქტატორი ზელენსკის პირდაპირ უწოდა ძალიან მეწოდება უკრაინელებიო მაგრამ რასაც ზელენსკი აკეთებს ყოველად მიუღებელიაო და ასევე ევროპელებსაც შეახსენა რომ თქვენ თავისთვის თქვენ თვითონ მიგიხედიათო ჩვენო ეს ჩვენი ომი არ არისო რა ჩვენო ძალიან დიდი იმით ვართ დაშორებულიო და აგერ ოკეანე ყოფსო ანუ მიანიშნა პირდაპირ მონროს დოქტრინაზე
რომ ეს ჩვენი ომი არ არისო, ძალიან შორს მიმდინარეობს ჩვენი საზღვრებიდანო და თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებული პირველ რიგში იმით, რომ აქ დამყარდეს მშვიდობაო. ანუ ძალიან მრავალმხრივი ის გააკეთა. პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. ზელენსკისაც გაცა პასუხი და ევროპელებსაც და ევროკავშირს. ეხლა ესენი ჩვენი არა მარტო ეს ლიბერალური ფრთა უკვე აგონიაშია. და ახშფოთ როგორ შეიძლებაო ადამიანიო საკუთარ ქვეყანას იცავდესო და თან დიქტატორი იყოს თავდასხმისგან. ეხლა აი ეს არის 2x2 4. ეს არის უმეცრება. იმიტომ რომ დიქტატურა არანაირად არ არის კავშირში შენ ესხმები თავს სხვა ქვეყანას, ანუ შენ ხარ აგრესორი, თუ შენ დაგესხა სხვა ქვეყანა. დიქტატურა არის თავიდაბოლომდე იმაზე, თუ რა წყობა გაქვს შენ უშუალოდ შენს მიერ კონტროლირება ტერიტორიაზე, შენს ქვეყანაში, თუ რავი, რასაც აკონტროლებ. მნიშვნელობა არ აქვს. ანუ როგორი აცდენა, ანუ ესე იგი კონტრარგუმენტი, რომ ვიღაცა რაშუაშია, ვიღაცამ შემოგიტერო, შენ შეუტე. დიქტატურა არის ის, როდესაც გაუქმებულია ოპოზიციური მედია. დიქტატურა არის ის, როდესაც გაუქმებულია ოპოზიციური პარტიები. დიქტატურა არის ის, როდესაც გაუქმებულია და დასჯადია, ესე იგი, საწინააღმდეგო აზრის გაჟღერება, როდესაც ძალიან დიდი თანხის, დიდი ოდენობის თანხების მქურდობა ხდება, კორუფციის მასშტაბი არის რეკორდული, აი რო წარმოვიდგინოთ იქ რამდენიმე კეზერაშვილი ყავთ 10-20 და ეს ინფორმაციები სულ მარე დაიდება პირდაპირ. უკვე ეს დაუდეს წინ, სად არის თანხა, რომელიც გადმოგირიცხება. დიქტატურა არის, როდესაც ძალმომრეობით ხდება შენი ქვეყნის მოსახლეობის გენოფონდის პირდაპირ ძალით გაშვება ომის ფრონტზე, ხო, როგორ იჭერენ ქუჩაში და რა ვიცი, პანაშვიდებზე და ისეთ ამ ეკლესიაში შერბიან უკვე და სასაკლაოდ უშვებენ ამ საცოდავ ხალხს. როდესაც ფაქტიურად რა ვიცი, ეგერ პოროშენკოს წინააღმდეგ დაიწყეს ახლა ვითომ გამოძიება მე პოროშენკოს მიერ ძალიან ნეიტრალურად ვარ. პოროშენკო მე საპასუხოდ უთხრა, რომ ზელენსკის ორჯერ აქო თუ სამჯერო არიდებული თავი არა, მოდი ასეც თქვათ, რომ პოროშენკოც ნაგავია. ხო, არა, მე გეტყვით რატომ, ანუ პოროშენკომ დაიწყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ პირველი გენერალური ბრძოლა, ანუ მისი დაგეგმილი იყო ეს მთლიანად, თან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, ანუ სუფთა ანგარებითი მოტივი ჰქონდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში ხარდაჭერას მოიპოვებდა ამით, რათა ნუ ამ ეკლესიას განიხილავდნენ როგორც რაღაც მოსკოვის საპატრიარქოს ქვეშევრდომობაში მყოფს. და მოდით ახლა რა ისე გავაგრძელოთ უკრაინაში არის ავტოკრატია გაფორმებული. იქ შეიძლება მართლა მსჯელობა არის თუ არა დიქტატურა, რაც სამხედრო დიქტატურის ნიშნები მართლა არის. ანუ ტრამპის განცხადება არანაირად არ არის ის, რომ ის პირადად გადაეკიდა ზელენსკის ემოციური. ტრამპის განცხადება არის იმ ტულსი გაბარდი ძალიან სწორ და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწოდებდა ტრამპს იმის შესახებ თუ რა ხდება უკრაინაში, როგორ იდევნება ყველა. ფაქტობრივად ერთი უკრაინელი ინტელექტუალი არ დარჩა ქვეყანაში, რომელიც ზელენსკის ისე ჩარჩოებში, მაგრამ ოპონირებას გაუწევდა. ყველა არესტოვიჩი კი უახლოესი, რა ვიცი, გაქცეულია ქვეყნიდან ანდრეი ბაუმაისწერი. რა ვიცი, ერთი ადამიანი არ დარჩა, რომელიც ზელენსკის აი ეს სიმართლეს ეტყვის და არ დაიჭერენ ასე შემდეგ. და აღარ საუბრობ მე უკვე ეკლესიაში რაც შორებიან და როგორ დევნიან უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას იმ საბაბით, რომ ვითომ ეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ არის განხორციელებული ფორმალურად ესე აპრავებენ. ხელობის მაღალი და დიქტატურა არ არის, აბა რა არის, სხვა რა არის დიქტატურა. წარმოიდგინეთ, კიევო-პეჩორის ლავრაში შევიდნენ, ხო, ნუ ჯერ ხო გამოაცხადეს რაღაც ნაკრძალად. ანუ წირვალოცვა აიგრძალა, ანუ ბერები ცხოვრობდნენ იქ, ხო? და ესეთი ამაზრზენი იყო ყველა მართლმადიდებლისთვის შეურაცხმყოფელი სულაც გააკეთეს. წმინდა მამების, კიევო-პეჩორელი მამების წმინდა ნაწილები, რომელიც იქ მოწყობილია სპეციალურად ეს მოსალოცი თვითონ ლავრის ქვეშ სათავსოები, სადაც ეს წმინდა ნაწილებია დავანებული, აღწერა დაიწყეს ამ ნაწილების.
ან წარმოიდგინეთ ახლა ჩვენთან რომელიმე წმინდანის ახლა აი წმინდანინოს ან თქვათ მამა გაბრიელის ან რაღაც ძვლები ყველა მიცის რომ 219 ძვალი აქვს ადამიანს ხო აი რა უნდა აღწერო ხო წმინდანები განისვენებენ არიან იქ აი ასეთი მკრეხელური ან საერთოდ ტვინი მოწამლული აქვს იქ უკვე სერიოზულად ავადობა არის იქ თავში ანუ აი ეს გარსი სხვანაირია რაღაცა ოკლუზია აქვს არ ვიცი აი რა სამედიცინო ტერმინი მოვიგონო არ ვიცი ანუ საერთოდ გასულები არიან მომსახურების ზონიდან ნუ ძალიან იშვიათი შემთხვევაა მაგრამ სამწუხარო რეალობის წინაშე ან საბოლოო ჯამში ახლა ბევრი იძახის რომ თავად ხალხიც ცოდვაა და ასე შემდეგ მაგრამ ხალხმა მისცა საფუძველი ამ ზელენსკის მაგრამ შეხედე მე შეხედე დავით ხალხი გადააგდო მოდი ყველაფერს თავის სახელი და ზელენსკი მოდიოდა ძალიან პაციფისტური დაპირებებით ზელენსკი დიდწილად გახდა უკრაინის პრეზიდენტი აი ამ რუსულ ენოვნების უკრაინელი რუსულ ენოვნების შედეგად მიღებული ხმების შედეგად ის პირდაპირ ამბობდა რომ ყველაფერს ეშმაკსაც კი მოველაპარაკებიო ოღონდაც ომი ავიციო თავიდანო ეს ხალხი მან არათუ დაივიწყა და მეორე ხარისხოვან ხალხად გამოაცხადა ხო ვინც უკრაინული არ იცის ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებისა რაც 2022 წელს არ დაწყებულა და 2014 წლიდან და იქამდეც მიმდინარეობდა პრინციპში და თვითონაც არ იცოდა უკრაინული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისწავლა და ეხლა მიუნხენის კონფერენციაზე რო ეკითხება იქ წამყვანს რომ შეიძლება უკრაინულად ვისაუბრო გეგონება უკრაინული მისი ესეთი ენა იყოს რომელთაც საუბრობს ბავშვობიდან ხო ეხლა რამდენიმე წელია ეს ისწავლა და ეს ყალბი პათეტიკა და ასე შემდეგ. მოკლედ ყველაფერი მიდის იმისკენ რომ ძალიან მალე ვნახავთ ჩვენ ამ რეჟიმის ფინალს. ძალიან ცუდ პერსპექტივას. მაქსიმუმ სიკეთე რაც შეიძლება მოხდეს რაღაცა თავშესაფარი მიუჩინონ ამ კაცს. სადმე რომელიმე ხო მაგრამ იქ იმდენი ადამიანია გამწარებული ისეთი რაოდენობის ბიზნესის რეკეტი ხდებოდა აი ამაზე აღარ შეგაწყენთ შეგიძლიათ დაგუგლოთ 2 წამში ნახავთ ფაქტობრივად ბიზნესი არ დატოვეს ხელშეუხებელი იმდენი ადამიანი დაამწუხრა იმით რომ ძალით გაუშვეს ხო მათი შვილიშვილები უახლოესი ნათესაობები ფრონტის ხაზზე და არ უნდოდა ამ ხალხს 50 ადამიანი კიდურების გარეშეა დარჩენილი 50 წარმოიდგინე დაღუპულებზე და დაჭრილ 50 ხელების და ფეხების გარეშეა დარჩენილი 50000 ადამიანი რო წარმოიდგინოთ აი ამის მასშტაბი რუსების მონაცემებით ამ 3 წლის განმავლობაში მილიონი უკრი არის დახოცილი ანუ მილიონი ციფრი მერე ტრამპმაც თქვა რომ საკმაოდ დიდია ომს ხერპლიო თუმცა ზელენსკი ამბობს თვითონაც აურია იქ მე რამდენიმე სააგენტოზე ვნახე რომ ერთ შეხვედრაზე თუ თქვა 46000-ო და იქ დაჭრილებით კიდე 58000-ო მერე სხვა ციფრები დაასახელა დაახლოებით 2000 კაციანი სხვაობით ანუ ხო რა ვიცი ახლა აი პრეზიდენტი ქვია ხო დღემდე ასე უწოდებენ ლეგიტიმურია თუ არა ლეგიტიმური გადაგასული პრეზიდენტი ხო ასეთი შეცდომებით ლაპარაკი ნუ რა ვიცი ეთყობა რაღაც მართლა ან ტრანკვილიზატორების ქვეშ ან არ ვიცი რა ამ მდგომარეობა. ეხლა გიორგი ჩვენ რომ გადმოვინაცვლოთ ჩვენთან არსებულ პრობლემებზე რო ვისაუბროთ და ამ პოლიტიკურ დუღილზე რაც თქვა საქართველოსია. დღეს მაგალითად რაც ქართულ სააგენტოებზე წერია გამოხმაურებებია ეს რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე საქართველოს მისამართით საგარეო საქმეთა მინისტრის პოლონეთის ფიგურაა პრინციპში პოლიტიკური ფიგურაა ხო პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრი ქართული ოცნების დეპუტატები ეხმაურებიან იქ ნახე ქადაგიშვილი ანუ მთელი რიგი რა პოლიტიკოსების არ წამიკითხავს ეს სიკორსკის განცხადება და პრინციპში ხო ან პრინციპში ისინი მართლები არის ან ნუ კრიტიკა ისეთივე კრიტიკა ეს ლიბერალური კი რაც ახლა მაგალითად აი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი ქალია ახალგაზრდა ქალი აი მარკეტა გრიგოროვას გავს რაღაც რქის სათვალეებით აპატიეთ და იმის ტინტობრასის ფილმებში რომ პერსონაჟები არიან აი ასეთი გამოსახულების ქალბატონები თუმცა მე არაფერი ისეთი ის არ მაქვს მათ მიმართ
ერთადერთი რომ არაადეკვატურ განცხადებებს ამბობენ იმ თვალსაზრისით რომ რეალურად არ იციან აქ რა ხდება. ჩვენ ვართ ქართველ ხალხთან, ვინც მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეა, მოუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს დაშინება და ძალადობა. დღეს იყო ასევე გაიმართა მოსმენა ცხედან ქართული დელეგაციაც არის იქ ეს დეპუტატები ერთ-ერთმა თქვა იქ ოცნების წარმომადგენელმა რომ სანამ ამ ყველაფერს იტყვითო ისიც გაითვალისწინეთ რომ ეს დემონსტრანტები მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ. ხო, მაგრამ რისთვის მოვიყვანე და ბარემ ვიტყვი რა ქვია რა გვარია ამ ქალს. ანიტა ჰიპერმა. ჯერ საერთო ჰიპერ, ანუ გვარებიც ისეთ ფინელი იქნება, მე რას დავაკვირდი, იცით ახლა ცოტა კომედიური მომენტია შეიძლება, მაგრამ ვინც კი საქართველოზე განცხადებებს აკეთებს ამ მწვავე კრიტიკით, ყველას აქვს უცნაური გვარი, რომელიც ჩვენ ჰაბიტუსიც უცნაურია, ჩვენ ყურისთვის ცოტა აი წარმოიდგინეთ, დააკვირდი. აი გვარი წახკნა. რა ასოციაციას იწვევს? ან ჟიგიმანტასი რა ასოციაციას იწვევს? ან წარმოიდგინეთ, ნუ ახლა ეს ჰიპერი. აი თან ეს გვარები ამ ევრობონზებში ისეთი ხალხია, რომ მაინც და მაინც ესენი აკეთებენ საქართველოზე განცხადებას. ან ვინმე ისეთი მაინც შეარჩიონ, ვისაც ყურში არ მოხდება მათი გვარი ცუდად, ხო? ნუ ეს იქით იყოს. მოკლედ ანუ ეს ანიტა ჰიპერია ასეთი და ანალოგიური განცხადებები სიკორსკით დავიწყე. სიკორსკიზე პრინციპში სწორი იყო აქ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების გამოხმაურება, რომ არ იყო სიკორსკის ნათქვამი სწორი, მაგრამ აქ პარალელი რასთან მინდა იცით გავავლო? სააკაშვილი იხსენიებდა ხშირად მარშალ იოზეფ პილსუდსკის საინტერესო პიროვნება საინტერესო პიროვნება იყო პირველმა გაუფორმა ჰიტლერს აგაშენა ღმერთმა მანდავა ნეიტრალიტეტის ხელშეკრულება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე რომ დარდობენ ხოლმე ჩვენი ლიბერალები და პოლონეთი მსხვერპლიაო პირველი იყო პილსუდსკი და ნახეთ მოიპოვება ქსელებში ფოტოები და მინდა გითხრათ დარწმუნებული ვარ ალბათ ან ვოხლანდერით იქნება გადაღებული ან ლეიკით აი გერმანული კარგი კამერები იყო რომელიც მაშინ ფერადი ფირებიც იყო უკვე აქვა უშვებდა და მარშალ პილსუდსკის პანაშვიდზე ჩავიდა ზის ჰიტლერი კი ბატონო თავის კი ეგ ცნობილი სურათებია იმითი რა ქვია სვასტიკიანი ხო და დელეგაციის ხელმძღვანელად პანაშვიდზე იყო რეიხსკანცლერი ჰაინრიხ ჰიმლერი. გერინგი კი ბატონო. ავიაციის მარშალი. და მეგობრობდნენ, ნუ ასია ცნობილი, ეხლა ნუ პილსუდსკი შეიძლება იყო პატრიოტი პოლონეთის იქ დიდი ანუ პოლონეთის აღდგენაზე, მიწების შემოკრებაზე, ამაზე ყველა, მაგრამ ჰიტლერთან იმიტომ ქონდა საერთო, რომ პრინციპში ასეთი ულტრანაციონალისტური მიდგომა ქონდა. ეს ერთი. მაგრამ ახლა რო ქართული ოცნება აკრიტიკებს სიკორსკის პოლონეთის საელჩოს მოწადინებით ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში 2015 წელს ჩვენთან აქ დიდი სამბით ზარზეიმით გაიხსნა იოზეფ პილსუდსკის გამზირი პირდაპირ აბრა არის გამოკრული დროშებით და პომპეზური გახსნა იყო 2015 წელს. და აი რატო ვამბობ იმ სურათებზე? ნახონ, აბა ჰიტლერ ფერადი სურათებია. ჰიტლერი თავის გერინგიანად როგორ შედან პილსუდსკის პანაშვიდზე. ეს ქვეყანაში სადაც 300,000 კაცი უვარდებოდა ტანკებს. ქართველები. ხო, ეს ფაქტი მე ნამდვილად არ ვიცოდი. არა, წარმოგიდგენიათ? ძალიან არასასიამოვნოა, იგივე მე არც მივესალმებოდი და ყოველთვის ვაკრიტიკებდი იგივე ბუშის იმას პროსპექტს და რა ბუშს საკუთარი ქვეყანაში არა აქვს ერთი რავი შესახვევსაც არ ქვია მაგის სახელი იმდენად რა და რა ვიცი პილსუდსკი მით უმეტეს რომელიც იყო ხო და რატომ უყვირთ რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან კრიტიკა წამოვიდა პოლონეთში ძალიან რთული მდგომარეობა პოლონეთში მაისში არის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და პოლონეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი აი ამაზე რა სიტყვის ბატონი საგარეო საქმეთა მინისტრი, ხო? სიკორსკი. როდესაც ანჯეი დუდა, ამჟამინდელი პრეზიდენტი პოლონეთისა პირდაპირ ხელს ადებს ბრიუსელს და ამბობს, რომ ბრიუსელის ჩარევისგანო ჩვენი არჩევნების შედეგები უნდა დავიცვათო. შეიძლება გარეთ მოგვიწიოს გასვლაო, რომ ისე არ გაგვიუქმონ ჩვენ არჩევნები, როგორც ეს გააკეთეს ბრიუსელშიო. პირდაპირ ანჯეი დუდა ეს ხო არ არის საქართველოს ვიღაცა რიგითი მოქალაქე ან პოლიტოლოგი ან ხელისუფლების წარმომადგენელი პირდაპირ პოლონეთის პრეზიდენტი
რომელიც არის კონსერვატიული პარტიის კანონი და სამართლიანობას ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს ამას. პირდაპირ პოლონეთი რა რიტორიკასაც იგივე მიმართავდა, ხო, ევროკავშირთან მიმართებაში და ევროკომისიასთან მიმართებაში, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათო და ძალიან ბევრი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერც ლიბერალებს ტუსკის ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო პლატფორმის მაგის პარტიის და ვერც კონსერვატორებს შესაბამისად ვერ მოაწერინეს ხელი მიგრანტების მიღებაზე, იმიტომ რომ ეს ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არ შედის. აბა ჩვენგან რა უნდათ? თუ ჩვენ არ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ ეროვნულ ინტერესებში არ შედის. ან მეორე, როდესაც დავუშვათ პოლონეთი, რომელიც ამდენი ხანია ევროკავშირის და ნატოს წევრია და პირდაპირ წნეხს განიცდიდა, რომ სასამართლო სისტემა ეგრეთ წოდებული რეფორმები გაეტარებინათ ბჭყალებში, მაგრამ ჩვენ ხვდებით, ხო, რასაც ნიშნავს რეფორმა არის ის, როდესაც შენ უკვე გარე მართვაზე გაქვს გადაცემული შენი სასამართლო სისტემა, როდესაც არის ნეოკოლონიალური მანკიერი საშინელი ვეტინგის სისტემა, როდესაც გარე აქტორები გიწყვეტენ შენი ქვეყნის მომავალს. და გამოდიოდა იგივე დუდა და ამბობდა რამდენიმე წლის წინ, რომ ჩვენ არავის არ მივცევთო ეს ჩვენი ქვეყნის შიდა სუვერენული საქმეებიო მართლმსაჯულებას როგორ ვაწარმოებთო აქო და ჩვენც იგივე ეს გამო რო გვაკრიტიკებენ მაშინ აბა ჩვენგან რა უნდათ ანუ თვითონ წარმოვიდგინე ეს განსაკუთრებით იყო საგრძნობი როდესაც გერმანიაში წინასაარჩევნო პერიოდში ხო ეს მიმდინარეობს და ტრამპმა და მასკმა რო განცხადებები გააკეთეს და ყველა ერთხმად ამბობს რომ რას ქვიაო რატო ერევითო ჩვენ საქმეებში ხო და ახლა დარბის ეს მიხეილ როთი ყოველ კვირა ეგ არაფერი არ არის თურმე. ნუ როც შოლცმა ეპიტეტით შეამგო სხვათა შორის. ეხლა რა ხდება პოლონეთში? პოლონეთში ძალიან არის გაზრდილი უკრაინელი მიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაულები და აგერ იწერება ვისაც ყავთ ნაცნობები პოლონეთში შეგიძლიათ დიდ ქალაქებში თქვენ თვითონ კითხოთ ფაქტობრივად ესე იგი 15,000 ვაკანსია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადებულ თანამდებობაზე ანუ ვეღარ აუდიან ჩადენილ დანაშაულებს და იმდენი ვაკანსია რომ ვეღარ ავსებენ ვერც ესე იგი პოლიციელების ვერც სამართალდამცავების კადრებს იმდენად დიდი დეფიციტი აქვთ და ვერ აუდიან ესე იგი უკრაინელები არიან ტოპ 3-ში ჩადენილი დანაშაულებით და თვითონ უკრაინელების მიერ გახსნილ სხვადასხვა კაფეებს, რესტორნებს, ბარებს ატერორებენ. აი ამას მიხედონ პოლონელებმა ეხლა სხვათა შორის დიდი ამბავია ატეხილი ძალიან დიდი დაპირისპირება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი კაროლ ნავროცკი ვინც არის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კონსერვატორების ის პირდაპირ ადანაშაულებს ზელენსკის და უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას ნაციზმის განდიდებაში. აქ იგულისხმება ვოლინის ტრაგედია, როდესაც უკრაინელმა ნაცისტებმა 100,000-მდე ეთნიკური პოლონელი ამოხოცეს. შუხევიჩმა და იქ ბანდებმა. კი ბატონო, და ამის გამო არაუღია პასუხისგებლობა უკრაინულ მხარეს და სანამ უკრაინული მხარე ამ ისტორიულ დანაშაულებზე არ აიღებს პასუხისგებლობასო, ეს კარლ ნავროცკი ამბობს, რომ უკრაინის ადგილი არ არის არც ნატოშიო და არც ევროკავშირში. აი ამაზე გააკეთოს სიკორსკიმ ყურადღება კომენტარი რა თუ შეუულია. და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე, ნუ ეს ხო ბუშტია ერთმნიშვნელოვნად ფანტასტიკის სფეროდა. კი, ერთ-ერთი პოლიტოლოგი, საკმაოდ ეს გავლენიანი ავტორიტეტული პოლიტოლოგი, ეხლა არ მინდა გვარი შემეშალოს უბრალოდ, წერდა იმის შესახებ, რომ გამორიცხულია, ანუ უკრაინას შანსი არ აქვს ევროკავშირის რაიმე წევრობაზე და აი ეხლა მაკრონს რო ქონდა ეს მეორედ მოიწვია ეს ლიდერები, კოლეგები იქ ბალტიისპირელები აქტიურობდნენ ესტონელებმა თქვეს რომ აი კონკრეტული თარიღი დავასახელოთ 2030 წლის 1 ივლისიო თუ ივნისი რომ აი დედლაინი გავუკეთოთ რომ ამ პერიოდისთვის მაინც გავაწევრიანოთ ანუ ეს 5 წელია რა ფაქტობრივად
ხო და ნუ ეს ხო გამორიცხულია, ხო დანგრეულია. ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ ნანგრევები იმაზე მეტია, ვიდრე ღაზაშია. მოდი სიმართლეს თვალი გავუსწროთ ბალტიის პირელეს, როგორც ლატვიელებს, ისე ლიტველებს, ისე ესტონელებს, ზოგადად არც დასავლურ პოლიტიკაში და არც მით უმეტეს გლობალურ პოლიტიკაში არანაირი წონა არ აქვთ. ისინი შეიძლება აი კაი გამოთქმა ძაღლიყებს და ქარავანი მიდის, ისინი შეიძლება ბევრს ლაპარაკობდნენ და ესეთ ხმაურიან განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ არა ერთ ყურში უშვებენ მაგას და მეორე ყურში გამოუშვებენ. არავინ ამ განცხადებებს არ იღებს ყურადსაღებად და ეგ ბალტიის პირელებს არ მივაქციოთ ჩვენ ყურადღება, უფრო სერიოზული ხალხის კომენტარები მიმოვიხილოთ. ხო, ნუ მაინც თქვათ მაშინ ბარემ სიკორსკიმ რა თქვა, რასაც მოყვა ეს რეაქცია. სიკორსკიმ თქვა ასეთი რამე, რომ ისინი საქართველოსგან მოელიან, ანუ ევროპელები, ანტიევროპული ტრენდის შებრუნებას, რომელიც ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა. და ვოლსკის ჰქონდა ამაზე მწვავე რეაქცია, რომ ეს უსინდისო განცხადებაა. ეს არის, რა თქმა უნდა, манипуляция, ნაწილობრივი დეზინფორმაცია. ქართულმა ოცნებამ დაამკვიდრა ბოლო წლების განმავლობაში სუვერენული კურსი. ქართულმა ოცნებამ დაიწყო აპელირება დამოუკიდებლობით, ხო? და ეს გააქტიურა პოლიტიკურ დისკურსში, რომ თუ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველოს შესახებ უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები და არა ბრიუსელში, არა ვაშინგტონში და არა სხვა ნებისმიერ ქვეყანაში თუ ქალაქში. ანუ ჩვენი მოსახლეობის მიერ არჩეული ხელისუფლება არის პასუხისმგებელი საქართველოსზე. აი ეს არის მთავარი და აი უნდა გამოვიდეთ ამ ნეოკოლონიალური იმიდან, რომ რასაც გვეტყვის ის შეერთებული შტატების ელჩი და რასაც გვეტყვის მეათე ხარისხოვანი და მეასე ხარისხოვანი ევროპელი პარლამენტარი და იმათი კიდევ ვიღაცა მოადგილეები, რომელთაც საერთოდ არავინ არ იცნობს საკუთარ ქვეყანაში. აი რომ გააჩეროთ თქვენ ახლა მარკეტა გრიგოროვა, ხო არის მაგალითად ჩეხი, რომელიც აი რაღაცა საწოდაობით შეუშვეს ახლა ბოლო მოწვევის პარლამენტში მაგისმა პარტიამ ჩეხეთში აიღო 4 თუ 5%. ანუ ერთი ადამიანი გაიყვანეს ევროპარლამენტში, რომ გააჩეროთ თქვენ რიგითი ჩეხეთის მოქალაქე, წარმოდგენა არ ექნება ვინ არის მარკეტა გრიგოროვა. თქვენ რო ჩახვიდეთ ახლა ფრანკფურტში ან ბერლინში და გააჩეროთ რიგითი გერმანელი, საერთოდ წარმოდგენა არ ექნება ვინ არის მიხეილ როთი. და აი ესეთი მეათე და მეასე ხარისხოვანი პოლიტიკოსები, მაგრამ ესეც უკვე всё, ესეც წარსულს ბარდება და ამათ უკვე არავინ აღარ აქვს ყურადღებას რა. და ამიტომაც ესე იგი სიკორსკის ეს განცხადება არის აბსოლუტურად ჩვენ ხელმძღვანელობთ იგივე პრინციპებით და ვაპელირებთ როგორც პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის პრეზიდენტისთვის თუ შეიძლება ეროვნული ინტერესებით და სუვერენობით აპელირება ჩვენთვის რატო არ შეიძლება ვინ აგვიგზავნა ეს, მაგრამ პოლონეთიც უკვე ხვდება ამ ყველაფერს და რა ვიცი სიკორსკი არის უკრაინის ესეთი აქტიური მხარდამჭერი და ასე შემდეგ, მაგრამ ისიც ხვდება რომ მათი საქმე სიკორსკიც პრინციპში ამ გლობალური deep state-ის თქვენ თუ მოისმინეთ საკმაოდ საინტერესო ეს რუსი პრანკერები რო არიან ვოვანი და ლექსუსი, სადაც 3-4 თვის წინ სიკორსკის დაურეკეს და იქ რაღაცეები წამოაცდინეს საინტერესოდ გააშარჟეს მოკლედ ეს სიკორსკი და გლობალური deep state-ის ერთ-ერთი პატარა ჭანჭიკია ეს სიკორსკიც და ხვდებიან რომ ამათი საქმე უკვე всё აი ნელ-ნელა წარსულს ბარდება. და 25 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს მოსახლეობას გამოვიდნენ ქუჩებში. და ანუ საბაბი რა არის 25 თებერვალი, ნუ საქართველოს გასაბჭოების დღე, მე-11 არმიის შემოსვლა, ნუ ამაზე აქვს აქცენტი და გამოდით ყველა გარეთ. ახლა როგორ ფიქრობთ გიორგი, ან ჯერ ერთი გავა თუ არა ხალხი, მეორე ალბათ ნაწილი გავა, ვინც აემ გლობალისტებს და ლიბერალებს უჭერს მხარს. ისე სერიოზული სლავა უკრაინა კი იყო თბილისის ქუჩებში, როდესაც ეს ომი დაიწყო, გახსოვთ, ან ყველგან ეს უკრების ხორუგვებიანი დროშები იყო გამოფენილი. ახლა გაქრა რატომღაც.
მაგრამ რატო ჩამოიხსნა საწავიდა სად გაქრა ეს დროშები? თვალს უსწორებენ ახალი რეალობის დადგომას. სალომე ზურაბიშვილმა პრინციპში რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, ისიც ზელენსკის არ იყოს, არის ვადაგასული პრეზიდენტი და ზელენსკიზე თქვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ესე იგი მე მაგ მაგარი იდეა. არჩევნები არ უნდა სალომე ზურაბიშვილი შეიძლება ძალიან კაი იქნება თუ შეხვდება წიხანოვსკაიას და ასევე იყო თუ გახსოვთ თქვენ გუაიდო ვენესუელას დანიშნული პრეზიდენტი გუაიდო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცნო ვენესუელის პრეზიდენტად მაგრამ ცნობა უნახია მის შესახებ ნუ იქ დროებით პრეზიდენტად იყო მაგრამ უარყოფა არ მინახავს შეიძლება ვიხილოთ ესეთი მაგარი რაღაც ექნება 4-ეული რო ჩამოაყალიბონ და ამავდროულად რომ მიიწვიონ ზელენსკი თუ გადაურჩა იქ დაპატიმრებას და ასე შემდეგ გუაიდო ზურაბიშვილი წიხანოვსკაია და ზელენსკი და რაღაცა აი 4-ეულის ფორმატი ჩამოაყალიბო. ეხლა ეს ხუმრობით, მაგრამ რაც შეეხება 25 თებერვალს, იცით რა შეა საქმე, რაც არ უნდა, რა ყველაფერი ხო ცადეს აი ამ ნოემბრის მოვლენების მერე რა რიკადრეს ხო, იქ რა ვიცი, ჩაფურთხებიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რომ მშობლებზე თქვით უარიო თუ სხვა პოლიტიკურ. ვიღაც ტორონტონეროა ხალი კიდე რეებს, აი გვარიგებს აგონიაში არის. აგონიაში არის. მოაწყონ გაფიცვა ნაგვის ამკრებმა მანქანებმა ანუ უნდა გამოიტანონ ნაკელი ქუჩებში დაყარონ სამინისტრო თავარი რა არის თავარი არის ესი რაღაც აი რაც არ ქნეს ამ ყველაფრით მაინც უმრავლესობის მობილიზება ვერ შეძლეს ეს მაინც რჩება აქტიური ხმაურიანი უმცირესობის აქცია და ეს არის დემოკრატია რომ საქართველოში გამოდიან უკრაინისგან განსხვავებით, ხო უკრაინაში ხალხი იმის შიშით ვერ გამოდის და ვერ აფიქსირებს თავის პროტესტს ზელენსკის რეჟიმის მიმართ, რომ შეწყდეს ეს ომი, სადაც მათ ეღუპებათ უახლოესი ადამიანები. და აქ დემოკრატია რო გვაქვს და გამოხატვის თავისუფლება რო დაცულია, ყველა ჭკვიანსა თუ გირს შეუძლია გამოსვლა და პოლიტიკურ აქციებში და პერფორმანსებში მონაწილეობის მიღება. აი მათი ამ ნებისმიერი ქმედების, ნებისმიერი წახალისების, რა წახალისებაც ვიხილეთ ჩვენ ევროკავშირი და როდესაც დუჟები გადმოდიოდა იმას ჰარცელს, კარლ ჰარცელს კი არა და იმას რა ქვია ევროკავშირის ელჩი ვინ არის ხა აქ ახლა ჰერჩინსკია. აი მის გვარსაც მიაქცია. ხო, ჰერჩინსკი როდესაც პირდაპირ ესე თითისქნევით ელაპარაკებდა მოსახლეობას არჩევნებამდე თუ ისთვის მიეცათ ხმა, მე უკვე აქციებზეც ხო დადიოდა. თავისი ამ ეს პრიბალტებიც ხო ყავდა ჩამოყვანილი. ყველა შესაძლო რაღაცა, მაგრამ ვერ მოახდინეს მასების მობილიზება. ანუ ეს მაინც რჩება უმცირესობის, ასე ვთქვათ, პროტესტად. აი ეს არის უბედურება და ამაზე მეტი უბედურება რა არის? რეგიონში რომ გახვიდეთ თქვენ თბილისს რომ გაცდეთ. იქ არის არათუ ნეიტრალურად კი არ არის განწყობილები ან რაღაცა. იქ არის ტოტალური სიზღი, მიუღებლობა იმ ხალხისა, ვინც იქ დგას. ეს აი თვითონ დააკვირდნენ, ჩემი თუ არა. იმიტომაც არის ეს მოძრაობა და ეს პროტესტი წარუმატებლობისთვის განწირული. იმიტომ რომ სადაც ვერ ხდება უმრავლესობის მობილიზება, სადაც ჩვენ უმცირესობაში ხარ, ხო? რაც არ უნდა ხმაურიანი იყო, რაც არ უნდა დიდ დაფინანსებას ღებულობდე, მაგრამ ეხა ესეც გადაუკეტეს ჟანგბადი ეს დაფინანსება, ხო? მას მერე რაც ტრამპის განკარგულებით USAID-ის ოფისები დაიხურა და ფაქტობრივად 90 დღის განმავლობაში შეწყდა უცხო ქვეყნებში დახმარებების გაგზავნა და ესენი აი ეს ყველაფერი და ემატება ამათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღეები გვიჩვენეს ამას, რომ ეს აქცია და ეს მუხტი უკვე დაღმავლობის მიმართულებით მიდის. ზურაბიშვილს კიდე უთქვამს ესეთი სიბრძნე, ნუ ყოველ შემთხვევაში ისიც ახმოვანებს ამ deep state-ის როგორც ჩანს ამ შემოგდებულ თემას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. და ამბობს რომ ქართულ ხალხს სურს ახალი არჩევნები ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება და არა რუსეთის მიმართულებით წასვლა, რომლისკენაც მათ მხოლოდ ერთი ოლიგარქი მიუძღვითო. ნუ გასაგებია ვის გულისხმობს. ხო და აი
მათ ესე იგი ხო, აი რა უნდა მოიმოქმედოთ. ხო, აი რა უნდა მოიმოქმედოთ. შეხედეთ, რა მოხდა ეხლა რუმინეთში, ძალიან მნიშვნელოვანია. რუმინეთში არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა კალინ ჯორჯესკუმ, ისეთმა თუ შეიძლება ითქვას, რუმინელმა ტრამპისტმა, რომელიც ამბობს, რომ მე ვიმოქმედებ ჩემი ქვეყნის ინტერესებით, მე არ მინდა იქ ნატოს უდიდესი სამხედრო ბაზა, სხვათა შორის ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება ყოფილიყო, რატომაც გაუქმეს მას მოგებული არჩევნები ფაქტიურად, რომელიც ამბობს, რომ ეს ანტირუსული სანქციები ჩემ ქვეყანას თუ ავნებს, რატო უნდა დავტოვოთ და გავაუქმებს და ასე შემდეგ და მათ უნდათ ანალოგიური რაღაცის გაკეთება უნდათ და ეხაც უნდათ. მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან. ეხა ეს არჩევნები ჩატარდა, ეს არჩევნები მოიგო ქართულმა ოცნებამ, მათ ეს მოწონთ თუ არა, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა და ეს პარტია არის მხარდაჭერილი უმრავლესობის მიერ. ეს ძალიან კარგადაც ჩანს იმ აქციებზე, იმიტომ რომ იქ რო უმრავლესობა გამოსულიყო, მაშინ დისბალანსი იქნებოდა და იქ გამოდის უმცირესობა, იმიტომ რომ ისინი არიან უმცირესობაში. ეხა რაც არ უნდა დაძაბონ და ეხა თან მით უმეტეს მე სალომე ზურაბიშვილზე არ მაქვს დიდი წარმოდგენა, არ არის ის არც სერიოზული პოლიტიკოსი, არ არის ის არც სერიოზული დიპლომატი და მით უმეტეს სტრატეგიულად საერთოდ ვერ აზროვნებს. და ამ ნაწილში თქვენ აზრს ვიზიარებ, მეც რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი გადაცემებში, რომ ის გაიყინა, ის დარჩა პირველი მდიუნის დონეზე. ხო, ის იყო აი მისი მაქსიმუმი იყო ის თანამდებობა, რასაც იკავებდა ის თავის დროზე, როდესაც საფრანგეთში ახალგაზრდა კულტურული ატაშე რაღაც. აი ეს არის მაქსიმუმი მისი. ისიც იყო დიდი შეცდომა, რომ ის დაინიშნა აქ პრეზიდენტად და იმედია ესეთი შეცდომები სამომავლოდ აღარ განმეორდება და ზურაბიშვილმა ისევ და ისევ ჯობია გადაურეკოს წიხანოვსკაიას, გუაიდოს და ზელენსკისთან შეკრას გენიალური ოთხეული. და სააკაშვილს, რომელიც იქ ვივამეჩიზის ხო ბოლოს დაიდო სულ ეხლა ეს IPN-ი გლობალისტებზე მუშაობს ეს IPN-ი ხო ეხლა აშკარად ვატყობ თვითონ ტექსტუალურად ჰედლაინებსაც უყურებ რომ პირდაპირ აი თითიდან გამოწოვილ ინფორმაციას პირდაპირ მუშაობენ ამ გლობალისტებზე ხო და ნუ ფოტოიდო სააკაშვილის როგორც ზის ხოლმე და მისი ვივამეჩი და უკან გაკრული ქონდა ეს პლაკატივით ზელენსკის ფოტო. ჩამოხსნა ეხა ბოლოს. კი, ეგრევე გაყიდა. როგორც ავლაბარში ძველები იტყოდნენ, სტოპირიოტი დაიჭირა. ხო, ყოველ შემთხვევაში, ხო, ნუ რა ვიცი, სასაცილო, ან საერთოდ დიდი ფელიეტონივითაა უკვე აქ ჩვენთან ეს პოლიტიკური თემები, მაგრამ ჩვენ გადაცემის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთი გვაქვს, 3-4 წუთი და მინდა საიდანაც დავიწყეთ გადაცემა და ახლობებით იქ მივიდეთ ისევ, უბრალოდ ესეთი ინფორმაცია დავამატო ამას. ანუ ის რომ ის ფინელი ევროდეპუტატი ამბობს რომ 3 კვირა მისცა ტრამპმა ევროპას და ეხლა ვიცით რომ სტამერთან შეხვედრაც იგეგმება ალბათ მაკრონთან ან ყოველ შემთხვევაში ეს ბრიტანელები და ფრანგები უფრო აქტიურად ჯერ იმათ გაუხარდათ რომ არიქ ალბათ ჩვენს ხლა მარაკაში უნდა გაგვრიოს რომ ჩვენს აზრი დაგვეკითხოს ანუ მონაწილეობა მივიღოთ მოლაპარაკებებშიო მაგრამ არამც და არამც ასე ალბათ არ იქნება და ამ ფინელმა ევროდეპუტატმა რადგან თქვა რომ 3 კვირა მისცა ულტიმატუმი ფაქტობრივად წაუყენა ევროპას რომ ტვინები გაანძრიეთო რაც შეიძლება მალე ახლა მოვახერხოთ რომ უკრაინის კაპიტულაციისკენ წავიდეთო ანუ როზეგავლენა იქონიონ ალბათ ზელენსკიზე და რა აძლევს ტრამპს ამის საფუძველს როგორ ფიქრობთ თქვენ გაჟონა ინფორმაციამ რომ პარალელურად ახლა პესკოვმა დღეს კი უარყო მაგრამ ერიადის შეხვედრის პარალელურად შვეიცარიაში ასევე დახურული არხებით დიპლომატები რუსები და ამერიკელები ბჭობენ თელ რიგ საკითხებზე და იქ იყო საუბარი იმაზე რომ რუსეთმა იგებს რა ამომს ულტიმატუმის სახით რომ ტრამპმა ასე ვთქვათ კიდე გაიმაგროს წელი დაუსვა ასეთი ულტიმატუმი ამერიკულ მხარეს რომ აღმოსავლეთ ევროპიდან უნდა გაიყვანოთ თქვენი კონტინგენტი კი ის იყო ხო ყველაზე დიდი კონტინგენტი და თუ ალის ვაიდელმა მოიგო იქ კიდე არავინ არის ის რა მოხდება უბრალოდ პირველ ადგილზე თუ გავიდა და შესაბამისად ამათ აფორიაქების საფუძველი აქვთ ხო და რა უნდა გააკეთოს მაშინ ტრამპმა ანუ თუ არ შეუსრულეს ევროპას ეტყვის რომ იცით რა მე გამყავს ჩემი კონტინგენტი აღმოსავლეთ ევროპიდან
მერე რა ემართებათ? არა თუ ისტერიკა, აგონია დაეწყო. რა აძლევს ტრამპს ამის უფლებას თუ როგორ დასვიდავით კითხვა. ხო, ანუ რადგან ულტიმატუმები შენით ახლა მთელი დასტა ხო აქვს, რის გამოც აღარ უნდა ეს ზელენსკი. რა აძლევს ამის უფლებას? ორი რაღაცა. ეკონომიკური და სამხედრო ძალაუფლება. ორი რაღაცა, იმიტომ რომ დღესდღეობით და ჯერჯერობით სანამ ოფიციალურად არ გადაუსწრო ჩინეთმა, თუმცა პარიტეტულად კი უკვე გადაუსწრო, მოშეპა რო ავიღოთ, მაგრამ სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით არის ნომერ პირველი სახელმწიფო, ხო? შეერთებული შტატები და მის პრეზიდენტს ევროკავშირთან მიმართებაში აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე სამხედრო ბერკეტი. ეკონომიკურ ბერკეტს რაც შეეხება, ეხლა მიმდინარეობს ეს სატარიფო ომი, რაც ტრამპს აქვს დაწყებული და იქ ტარიფების დაწესება იგეგმება როგორც ჩინურ პროდუქციაზე, ასევე ევროპულ პროდუქციაზე, ანუ ევროკავშირში წარმოებულ პროდუქციაზე და იქ შეიძლება 20-25%-მდე ავიდეს ეს ტარიფები და რაც ნიშნავს იმას, რომ ევროპელების შემოსავალი შემცირდება, იმიტომ რომ რაოდენობრივად ვერ შეძლებენ იმ რაოდენობის ექსპორტს შეერთებულ შტატებში, ისედაც ევროპული კომპანიები სავალალო მდგომარეობაში არიან, რაც ბოლო 10 წლების განმავლობაში ამ მწვანე პოლიტიკის ნეოლიბერალიზმის და მიგრანტების კრიზისმა გამოიწვია და ამერიკელებმა ბაიდენის დროიდან მოახერხეს ინფლაციის შემცირების აქტით, ეგრეთ წოდებული Inflation Reduction Act-ით, ბევრი ევროპული კომპანიის ამერიკაში მიზიდვა და ევროპული კომპანიებიც უკვე მასობრივად ტოვებენ ევროპულ კონტინენტს და სამხედრო ბერკეტი, ანუ უსაფრთხოება, ხო, ნატოს მეხუთე პუნქტი და უსაფრთხოების ქოლგა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნატოს ქვეყნებს შეერთებული შტატების გარეშე და მეორე ქვეყანა ვინ არის ჯარისკაცების რაოდენობით დავით თურქეთი, ხო? ანუ პირველი ორი ქვეყანა, ხო, შეერთებული შტატები და თურქეთი. აი ამ ორი ქვეყნის გარეშე ნატოს უსაფრთხოება შეიძლება ამოყირავდეს და უცებ დადგეს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. ამაზე სხვადასხვა ირიბად ტრამპი ბევრ თავის ტვიტში თუ განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგივე ის საკითხი, რომ ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა დაიხარჯოსო, ასე ვთქვათ, ნატოს მხარდაჭერაზე, ხო? ყველა წევრ ქვეყანას რომ მოთხოვა. ეს ხომ ანახა არ დაიწყო, ეს დაიწყო პირველი ვადისას, როდესაც მერკელს პირდაპირ ესე უთხრა, მაშინ 2%-საც კი არ იხდიდნენ სხვადასხვა ქვეყნები. ეხლა უკვე შეიძლება 5%-იც კი აღარ ეყოთ და მარკ რუტე გამოდის პირდაპირ და ამბობს ეხლა გუშინ თქვა, რომ უნდა გავზარდოთო ხარჯებიო, შეიძლება 5%-იც არ იყოს საკმარის, თორე მე კი არაო, შემდგომშიო დაგირეკავთო უკვე ტრამპიო, ანუ ტრამპით უკვე აშინებს ამ თავის წევრ ქვეყნებს და ევროპა არის ისევ და ისევ რომ შევაჯამოთ, შეჯამება რომ გავაკეთოთ დიდი ლუზერი, ევროკავშირის ასე ვთქვათ ქმედებები შეიძლება პოლიტოლოგიის სახელმძღვანელოში და საერთაშორისო ურთიერთობის სახელმძღვანელოში ისწავლებოდეს ისე, აი როგორ არ უნდა მოიქცე, როდესაც შენ ხარ რაღაც პოლიტიკური ერთეული, პოლიტიკური გაერთიანება, რისი კეთება არ შეიძლება. აი რაც მათ მიიღეს 2008 წლის მერე, როდესაც 2008 წლამდე ნომერ პირველი ეკონომიკა იყო მსოფლიოში. უდიდესი გავლენები ჰქონდა, მშვენიერი დაბალანსებული ურთიერთობა როგორც შეერთებულ შტატებთან, ისე რუსეთთან, ისე ჩინეთთან. დღეს მესამე ადგილზე არიან და აი ესეთ სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. დიდი მადლობა გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პოლიტოლოგი გიორგი მდივანი. ჩვენ უკვე შევხვდებით ორ შაბათს. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა.